Რომან თქვენი აზრით რას ემსახურება ეს ძალისხმევა ლონდონში საფონდო ბირჟის შენობაში ამ ტიპის შეხვედრის თუ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის დონეზე, ფინანსთა მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დონეზე არიან წარმოდგენილები და როგორც ჩანს, მსხვილი ბიზნესის და ამავე დროს ყველაზე მსხვილი ბანკების ხელმძღვანელობიდანაც არიან წარმოდგენილები. მოგესალმები, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. ლონდონში რაც ხდება ეს არის EBRD-ის წლიური შეხვედრის ასე ვთქვათ დღე და ისევე როგორც ტრადიციულად უკვე მესამე წელიწადია მსგავსი ფორუმი იმართება, სადაც ქართულ საინვესტიციო გარემოს ასწნობს მთავრობა. საქართველოს ხელისუფლება აი ამ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში მოკვეთილია დასავლური სამყაროდან. არც ერთ სახელმწიფოში მას არავინ მიიწვევს. არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა და მით უმეტეს მთავრობა. ისინი დადიან ამ პანაშვიდებზე, აი რომის პაპის დაკრძალვაზე ჩავიდა და ბუნებრივია ეს იყო პროტოკოლური მონაწილეობა ყაველაშვილისა, რომლის შემდგომაც გაავრცელეს, ასე ვთქვათ, სასიხარულო ინფორმაცია, რომ ტრამპმა ხელი აუწია როგორც ჩანს, ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა გაჩნდება ძალიან მალე, რომის პაპის ინტრონიზაციაც არის და იქაც მიდის. და იქაც მიიწვიეს და აღმოჩნდა მე ვიდეო გავრცელდა, რომ ხელის აწევით ესალმებიან ახლობლებს და ნაცნობებს და ყაველაშვილის უკან მდგომ რომელიღაც ტრამპის ნაცნობს, ასე ვთქვათ, მიესალმა და შემდეგ მთელი ეს პროპაგანდისტული მანქანა ამოძრავეს, რომ თურმე ღირსად ჩათვალა ტრამპმა, რომ მისალმებოდა ყაველაშვილს. ეს მისალმებები არის დღევანდელი პროპაგანდის ღერძის კობახიძესთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე გაგრძელებაა დღეს, როდესაც კობახიძე ჩავიდა. რაც შეეხება აი ამ სხვა ახლაც იყო ნახსენები. ზუსტად ამ თემასთან რა აქვს ქართულ ეკონომიკას და ფინანსურ სისტემას სატრაბახო ლონდონში? გიორგი, ლონდონში ამ შეხვედრას იმდენად ასე ვთქვათ პროპაგანდისტულად იყენებენ, თუმცა პირიქით ანტიპროპაგანდისტული გამოვიდა, არავინ არ შეხვდა მათ. ერთი სერიოზული ბიზნესმენი რომ ყოფილიყო ინვესტორი დასავლელი დღეს აჭრელებული იქნებოდა მთელი პრესა. ჩავიდა მხოლოდ აქეთა მხრიდან ბიუროკრატია, მინისტრები ძალიან ასე ვთქვათ მაღალი წარმომადგენლობით, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ამადოს ვიცე-პრემიერია, იქ პარალელურ შეხვედრაში EBRD-სთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აქ ვინ მონაწილეობდა? პირველი ვიცე-პრემიერი რადგან ჩავიდა პროტოკოლურად, როგორც მინისტრის დონეზე მაინც რაღაც შეხვედრა უნდა ქონოდა, ხო? ბრიტანეთში. აი ამიტომ ახსენე მე ამერიკაში მათი შეხვედრაზე უნდა მოსულიყო ვიღაც. იმიტომ ვახსენე და ახლა თქვენს გქონდათ ამ ჩარტვაში საუბარი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისები ან ლონდონშია, ან ვაშინგტონშია. ამიტომ აი იმ შეხვედრაში, სადაც პირველად ამერიკის წარმომადგენელს ქვეყნის მეორე პირი მთავრობის მეორე პირი, ანუ პირველი ვიცე-პრემიერი შეხვდა, ამერიკაში მას არავინ არ მიიწვევდა, ისინი იყვნენ მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაზე და ისარგებლეს რა ამერიკაში ამ ფორმით ყოფნით სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მიიღო ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი. ისიც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ჩვენ არაოფიციალურ შეხვედრაზე დეტალური ინფორმაციას არც მოგაწვდით. ანუ ესეც კერძო შეხვედრად მოვიდა. ოფიციალური რაც არის, ის არის, რაც მოგეცით. სხვათა შორის, დღესაც კვლავ ფორმულას უარ შეეწუხებინა სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსდან ამ ქვეყნის მთავრობის პირველი პირიდან გაგზავნულ წერილზე რეაქციაც კი ვერ მოვისმინე და აღარაფერს ვამბობ პარლამენტის მიერ მიღებულ შესაბამის განცხადებაზე. და ჩვენ და აი ამ წერილდანაც გავიგეთ და მერე კობახიძის ამ წერილში თავად გაამჟღავნეს, რომ არაერთი მცდელობისა, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან რაიმე კავშირი დაემყარებინათ და თურმე წერილებზე წერდნენ ტრამპსაც და სახელმწიფო მდივანსაც, ისინი არ პასუხობდნენ და უპასუხეს სწორედაც რომ თანაშემწესთან შეხვედრისას და არა ის რომ მას რაღაც აღიარეს და რაღაც მოლაპარაკებები იყო და რაიმე საკითხი რო ყოფილიყო საქართველოს დაკავშირებით ხომ გაავრცელებდნენ, უბრალოდ დანაბარები გადასცა თანაშემწემ რომ მოიქეცით ჭკუით, ისევე როგორც დღეს თქვენ მოგწერეს რომ იმათი იციან რა უნდა გააკეთონ და რა უნდა გააკეთონ, ეს ძალიან კარგად არის მოცემული ააგერო უკვე კონგრესში მიღებულ აი ამ მეგობარ აქტში, რომელიც უკვე ქვედა პალატა მიიღო, სენატის მიიღებს და ტრამპიც მოაწერს ამას ხელს. ანუ სარგებლობენ რა, აი ამნაირი შეხვედრებით
იყდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თუნდაც იგივე დღეს ალბანეთში გამართულ შეხვედრაში, რომელიც არის ასე ვთქვათ კოლექტიური ინდივიდუალური ორმხრივი შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებს გარდა და იმისა უნგრეთის წარმომადგენლებისა ხო და ორბანი. ბატონო, ეკონომიკას და სამი ადამიანი აქედან ორი კრემლში 9 მაისის ზეიმზე იდგა. ორი სამარცხვინო ევროპელი ასე ვთქვათ პრორუსული სახელმწიფოს ლიდერი. ანუ ამით კიდევ ერთხელ ჩანს რომ ეს ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობა ფაქტობრივად ითვლება ევროპული სამყაროსათვის მიუღებლად იმ მოვლენების შემდეგ რაც ხდება დღეს საქართველოში. მაგ თემას კიდე დაუბრუნდები, იმიტომ რომ თავად კობახიძის განცხადებებში მე მგონი დღესაც ძალიან კარგად ჩანდა თუ რა არგუმენტს იშვერიებენ ისინი ევროპა რატომ უნდა შემოუბრუნდეს თავისი ინტერესით კვლავ ამ რეჟიმს. ხო, აქ საუბარი არის საქართველოს რეგიონში როლთან დაკავშირებით. ალბათ უფრო მეტად იგულისხმება მისი სატრანზიტო და სხვა ტიპის ფუნქციები. ხო, ანუ დემოკრატიაზე ხელი რო აქვს ჩაქნეული, ეს გასაგებია. იმ ღია წერილშიც ერთ-ერთი მთავარი მინიშნება იყო, რომ დასავლეთ და შეერთებულ შტატებს კაცო ავტორიტარებთანაც ხო გაგვდა აგერ ურთიერთობა, აგერ ყურეში ამისთანა ყურის ქვეყნები ხო დემოკრატიები არ არიან და ასე შემდეგ, მაგრამ მათ ამის იმედები აქვთ. ამაზეც არის სალაპარაკო ეს ინტერესიც რომ ვერ შემოატრიალებს ამ მდგომარეობას, მაგრამ ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესს მე ცოტა ვიპროვოკატორებ ახლა და დაგისვათ ასეთ შეკითხვას. თქვენ თავად ამავე სტუდიაში ჩემთან გითქვავ და აგიხსნიათ რომ საქართველოს ორ ბანკს აქვს იმაზე დიდი წლიური მოგება, რამდენჯერ აღარ მახსოვს, მაგრამ თქვენ თვითონ დააზუსტებთ, ვიდრე ევროკავშირის წევრი, ამ შემთხვევაში ბალტიის წევრი ქვეყნების ბანკებს ერთად აღებენ. თუ ასეთი მაღალი მოგებების არიან ეს ბანკები, შესაბამისად თუ ასე გუგუნებს ქართული ეკონომიკა და ამდენი ფული ტრიალებს ამ ქვეყანაში, რატო არ უნდა გაუჩნდეთ ლონდონის ბირჟაზე მისულ ან ამ ამბის გამგებ იქაურ ანუ ვიღაცა სხვა ტიპის ბიზნესმენებს ინტერესი, რომ ამ ქართულ ეკონომიკაში, ამ ბანკებში იქნება თუ პროექტებში ჩადონ უფრო მეტი ფული და საქართველოში შემოიტანონ მეტი ინვესტიციები. მაგრამ არ არის ეს. კარგი შეკითხვაა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ბანკები ამ ხელმოგებებს ნახულობენ. დღეს ვინ მონაწილეობდა? სად იყო ეს შეხვედრა? ეს იყო ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილია 3 ქართული კომპანია. დიახ. მათ შორის 2 ყველაზე დიდი ბანკი რეგიონში. ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგიონის არც ერთი კომპანია არაა წარმოდგენილი. როდესაც 15 წელიწადია აგერ TBC და საქართველოს ბანკი არიან პრემიუმ ლისტინგში, დაიწყეს ცოტა დაბალი, ასე ვთქვათ, საფეხურიდან და დღეს ესენი მსოფლიო, ასე ვთქვათ, აღიარებული კომპანიების გვერდით მოიხსენიებიან როგორც სანდო ფინანსური ინსტიტუტები. ამიტომ აქ ამ შეხვედრაში, როდესაც ლონდონის ბირჟაზე ტარდება და 3 კომპანია, მათ შორის ქართული კაპიტალი კიდე მესამე ცოტა ნაკლები სიმძლავრის, ბუნებრივია, რომ მათი ასე ვთქვათ ხათრით, თუ შეიძლება ასე ვთქვას, პლატფორმა დაუთმო ლონდონის ბირჟამ საქართველოს მთავრობასაც და თუ კი რაიმე შნო ქონდათ, აგერ ლონდონში მსოფლიო ფინანსურ ცენტრში დალაპარაკებოდნენ საერთაშორისო ინვესტორებს. სად არიან ეს ინვესტორები? პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მცირდება. უცხოური ინვესტორები საქართველოში არ შემოდიან. თუ კი რაიმე ინვესტიცია, მისი ნახევარი და უფრო მეტი და 2 წლის წინ 80%-იც კი იყო რეინვესტირება, ანუ აქ არსებული უცხოური კომპანიების მიერ მიღებული მოგების ჩაბრუნება და ის ესტონური კავანი მართლაც კარგად მოქმედებს, თუ არ გაიტან მოგებას არ დაებეგრები, მაგრამ ახალი ფული, ცოცხალი ასე ვთქვათ, ფული საქართველოს ეკონომიკაში არ შემოდის, ან შემოდის მინიმალური რაოდენობით. და რა თქმა უნდა, ლონდონში ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა მთავრობას და ჩვენ ვნახეთ, სად არის განცხადება, რომელი ინვესტორებთან იყო საუბარი, ვინ ესწრებოდა, აი აგერ გისმენდით და რუსული საუბარი გაისმოდა იმ დარბაზებშიო. ისე ვიმეორებ, ერთი სერიოზული კომპანიაც რომ ყოფილიყო დღეს, აჭრელებული იქნებოდა პროპაგანდისტული სახელმწიფო მედია. რაც შეეხება ბანკების, ასე ვთქვათ, მოგების თემას, ჯერ მოდი ვთქვათ, ეს არის კარგი ქვეყნისას. არც საქართველოს გარდა, არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი, არც ბევრი, არც ბელორუსი, მithumetes და არც უკრაინა და სხვა ლონდონის ბირჟა
ქვეყნის რეპუტაციის ერთ-ერთი ასე ვთქვათ განმსაზღვრელი იყო, რომელსაც ანადგურებს ახლა ქართული ოცნება. რაც შეეხება ამ ბანკების ზემოგებას, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯერ რა თქმა უნდა მათი მუშაობითაც არის გამოწვეული, კარგი მუშაობითაც, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ მრავალი მილიარდი დოლარისა და რუსული რუბლის აი ამ SWIFT-დან გათიშვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს საბანკო სისტემის გავლით დასავლეთში გადარიცხვებისა თუ ოპერირების შედეგი. 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1.3 მილიარდი დოლარი იყიდა, ვინაიდან 110,000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. 20,000-მდე უკრაინისა და ბელორუსიის, მაგრამ ძირითადი ფული რუსებმა შემოიტანეს, რომელებიც გაექცნენ ერთხელ მობილიზაციას, მარტო 600-700 მილიონი დოლარის ბინები იყიდეს. 13,000 ბინა იყიდა საქართველოში რუსეთის მოქალაქემ. ამას დამატებული რუსული ბანკები, რუსეთში 300 ბანკია, მაგრამ SWIFT-დან მხოლოდ 20-25 ბანკი გაითიშა. ეს ბანკები სწორედ საქართველოს ბანკის მეშვეობით, საქართველოს TBC-სა და საქართველოს ბანკის მეშვეობით სამწუხაროდაც შეიძლება აღინიშნოს, რომელიც სანქციების გვერდის ავლაში ოღონდ ლეგალურად მონაწილეობდნენ, ვინაიდან თუ არ ახარ SWIFT-დან გათიშული და თუ არ ახარ დასანქცირებული რუსული ბანკი, მაშინ რატომ უნდა აუგრძელო? ხო, მაგრამ აი ამ ომმა, ფულისარმუშაობა გასაგებია, ომის ფაქტორმა განაპირობა რუსული ფულის ასევე საბანკო სისტემაში და ძირითადად ამ ორი ბანკის, ასე ვთქვათ, ხელში მოქცევაში და ეროვნული ბანკის რეზერვები 3 მილიარდიდან 5.5 მილიარდამდე გაიზარდა, მაგრამ მე არჩევნებში მარტო არჩევნებში წინასწარ 800 მილიონი დაკარგეს და დღეს ჩვენი რეზერვები 4.4 მილიარდია, როდესაც 2023 წლის აგვისტოში იყო 5.თითქმის 6 მილიარდი. მილიარდ 200 მილიონი უკვე აორთქლა ამ ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ, მაგრამ იყო ესე იგი რაღაც მომენტში, ანუ რუსული აი ეს ფაქტორი საქართველოში შემოდიოდა და შემდეგ გადიოდა და ახლობთ 600 მილიონი, 700 მილიონის ავტომობილები 2 მილიარდს გადაცდა. მარტო ყირგიზეთში 1.2 მილიარდის მანქანები გამოდიოდა და სინამდვილეში ყირგიზეთი კი არა, რუსეთში რჩებოდა, არც კი შედიოდა იქ. ანუ სანქციების გვერდის ავლაში მხარდაჭერა რუსეთისათვის ისევ რომ რასაც აკეთებს სამწუხაროდ თურქეთი, ცენტრალური აზიის ვინ დიდრდება ამით? მარტივ კითხვას გისვავთ, ეხლა ბევრი ციფრი ახსენეთ თქვენ ისეთი, რომელიც მანამდე ცნობილია უმრავლესობისთვის. დიდდება ქართული ოცნების, როგორც იტყვიან, ერთი მუჭა ელიტა. მაგათად, როდესაც ბინებს ყიდულობენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სამშობლო. ძალიან მარტივ შეკითხვაა, მაგალითად, რა ეტყობა ეს? ნაღებს ხსნის ქვეყნის შიგნით ან მოსახლეობის 99%, რომლებიც საქართველოს ევროპულ იერსახეს ამ პერსპექტივას მაინც შეიძლება უნარჩუნებენ. ჩვენი მოქალაქეებისა ეკონომიკური ზრდა გამოწვეული რუსეთის ფაქტორიდან, რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში მხარდაჭერიდან საქართველოს მოქალაქეების ძირითად ნაწილს არ შეხებია. იზრდება ქაღალდზე მშპ, მაგრამ მშპ-ს ნაღებს ხსნის ბიზინა ივანიშვილის კლანი. ის სამშენებლო კომპანიები, თუნდაც ის სახელმწიფო, ასე ვთქვათ, საწარმოები, რომელსაც საკუთარი ოჯახივით მართავენ, გაზის სექტორი, ენერგეტიკის სხვა სექტორი, ელექტროსისტემა და სისტემა რკინიგზა და ასე შემდეგ. ის ინფრასტრუქტურის პროექტები, რომელიც დასავლეთის კაპიტალით შენდება, მაგრამ ჩინელები აშენებენ, მაგრამ კონტრაქტორები ქართული ოცნების ბიზნესია სინამდვილეში და სადაც 1 მილიონი უნდა დაიხარჯოს, იქ 2 მილიონს აძლევს ჩვენი ბიუჯეტი აი ამ სპეცტენდერების მეშვეობით. აი ერთ საოცარ მაგალითს მოგეყვანთ. ვაკის პარკის რეაბილიტაცია უნდა დამთავრებულიყო 29 მილიონ ლარად. აქედან 11 მილიონი უნდა მოხმარებოდა აი ამ კასკადს მეორე ნაწილს და ძირითად ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარებოდა 29-ს რომ გამოაკლოთ 11 ამდენი და 18 მილიონი ლარი. ვაკის პარკში დაიხარჯა 31 მილიონი ლარი და ეხლა გამოაცხადეს ტენდერი მხოლოდ კასკადისა და დაუმთავრებელი ნაწილისათვის 34 მილიონი ლარი. წარმოგიდგენიათ 34-ს დაუმატებთ 31 და 65 მილიონი ლარი დაждდება და კიდევ წაუმატებენ, იმიტომ რომ ტენდერი ცხადდება ისე რომ ვიღაცები მოტეხონ და საკუთარ კომპანიებმა განაცხადები დაბალი ფასით შეიტანონ და მე წაუმატებენ, ანუ 29 მილიონის ნაცვლად
ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაждდება 65 მილიონი ლარი უკვე დღეს გამოცხადებული კონკურსით, რომელიც ალბათ მოიგო ქართულ ოცნებასთან და კალაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ და იმასაც ნახავთ ჩვენ, რომ გავა და ერთი წელიწადი, იყო 2 წელიწადში თუ 3 წელიწადში უნდა დაამთავრო, მე იტყვიან რაღაცების გამო, რომ ვერ გვეყო ეს ფული და წაუმატებენ. მეორე მაგალითი, აგერ ევრობასკეტის დროს აშენებული სპორტის სასახლე 70 მილიონიანი ტენდერი მოიგო რომელიღაც კომპანიამ, საბოლოო ჯამში მისცეს 90 მილიონი. საბაბს ყოველთვის გამოძებნიან. ისევე როგორც ჭავჭავაძის პროსპექტი იქნება, დიდუბეში წერეთის გამზის რეაბილიტაცია. ეს არის ის მაგალითები, სადაც ასეული მილიონობით, მილიარდობით თუ არა ფულის იმიტაცება ხდება უკვე. ეს უკვე საბიუჯეტო სახსრების ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესებისა და ივანიშვილის ასე ვთქვათ პოლიტიკური კლანის მიერ. ამიტომ ის ძალიან სწორი შეკითხვაა. სად არის ეკონომიკური ზრდის შედეგი? აი ზუსტად ამნაირი ასე ვთქვათ კორუფციული თუ სხვადასხვა სქემით ფაქტი ერთია, რომ მათ შორის ეს დიდი მოგებებიც ხოლო რაც შეეხება ბანკის დიდი მოგება, რა თქმა უნდა, ბანკის დიდი მოგება გარემოებათა ბრალია არ არის შედეგია, ბრალს ვერ ვიტყვი. კონკურენციის არარსებობის შედეგია. ძალიან გიხარია, რომ ჩვენი ორი დიდი ბანკი აგერ არის ამ ბირჟაზე, მაგრამ საბანკო სისტემის 80%-ს ორი ბანკი აკონტროლებს. აბა ნახეთ, რამდენი არის საბანკო პროცენტები, რამდენია დეპოზიტები მიდით TBC ბანკში, რა პროცენტით არის TBC ბანკში, ის პროცენტია საქართველოს ბანკში. აბა მიდით ნახეთ ფულის კონვერტირება, როგორ საკონვერტირებს, შიდა კონვერტირებას რომ აკეთებს TBC ბანკი, იგივე ფასად აკეთებს TBC ბანკი და აგერა საოცრება გახდა ერთმა რომელიღაც პატარა კომპანიამ, რომელსაც ქვია კურსი. ანუ კურსი G შედით და ნახეთ $100,000 რომ დააკონვერტოთ 5,000 ლარს იგებ. აი ამ კურსი G-ში დაკონვერტირებით, ვიდრე TBC-შიან საქართველოს ბანკში დაკონვერტირებით და ახლა ალბათ დაიწყებენ ვიღაცები კიდე ჩალენჯს, რომ ან საკომისიო დაუწესდეს წინათთან, ან მსგავსი ფინანსური ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, შემოსვლა ბაზარზე შეიზღუდოს და ეროვნული ბანკი სწორედაც ვალდებულია, რომ წაახალისოს აი ასეთი კონკურენცია ბაზარზე. ეს ერთი მაგალითია კონვერტირება ფულისა უკვე ნაღდი ფულის გამოტანითა და ჯიხურებში სირბილით და $100,000 რო გამოიტანო და ჯიხურებში ახორდავეს ძალიან სარისკოა და ვისაა $100,000-თან გადახორდავებს უნარი ზუსტად ჯიხურის კურსით რომ გადაგიხორდავებენ ეს ერთი კარგი მაგალითი თუ როგორ კონკურენცია რა შეიძლება რა ახლა შეიძლება ბოლო კითხვა მინდა დაგისვა ბატონო ანუ TBC ბანკის რომ მომჩეთ ეს ნახევად კრიტიკული იყო და საქართველოს ბანკი კარგია ლონდონში არიან მაგრამ ზემოგებების მიღება არაკონკურენტული გარემოს შედეგიცაა, თუმცა რუსული ფაქტორის ამ შემთხვევაში ეს ისეთ სიტუაცია, როცა ხელი ხელს ბანს, ასე ვთქვათ, არაფერი საწინააღმდეგო საქართველოს საბანკო ინფრასტრუქტურის და მათი შესაძლებლობების განვითარების არ გვაქვს პირიქით. უბრალოდ ეს არსებული სისტემა ქმნის აშკარად პოლიტიკურ პრობლემებსაც. იმიტომ რომ ხშირად ხდება ინსტრუმენტალიზება, მათ შორის ამ რეჟიმის შენარჩუნების უზრუნველყოფი ღონისძიებებისათვის, ეხლა ცოტა რთულად ჩამოვაყალიბეს წინდადებები, მაგრამ გარემოება არის ასეთი, რომ თუნდაც ეხლა იქ მყოფი ბიზნესის წარმომადგენლები იქნებიან თუ შეუძლებელია გიორგი, იქ არ იყოს TBC ბანკი და საქართველოს ბანკი. ამას იყენებენ პროპაგანდისტულად. მაგრამ ძირითადად დღეს ვინც ქართული ბიზნესი იქ იყო, ეს არის ეგრეთ წოდებული ბიზნეს ასოციაცია. მისი თავმჯდომარე ამ ვისოლის პრეზიდენტი თუ ვიღაცა და ბიზნეს ასოციაციის მთავრობის მომსახურე პირები, რომლებიც თავრობიდან აძღებულობენ საკმაოდ დიდ შეღავათებს. ეს ადამიანი, რომელმაც თქვა რომ წოდია რომ ასე ვთქვათ ქუჩაში ახალგაზრდებს წემენ და უსამართლობა ხდება რაღაც რეპლიკა მოვისმინე, არ ვიცი ეს ვინ არის, რა გვარია, მაგრამ ამ ფორმით გამოხატვა ახალგაზრდებს აგინებ, რომელ მხარეზეც არ უნდა იყოს, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების საქმეს აკეთებ. მithumetes, როდესაც ხელისუფლებასთან ერთად მიდიხარ და გამოდიხარ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე რამდენი თვეა საქართველოს დემოკრატიისა მის მომავალს იცავენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგემშვიდობებით.